უფლის მიერ საყვარელნო, რომელს საუნებს შემოდგომა ჩემსა მოსვლაი, უარყავ თავითვისი და აღიღე ჯვარეთვისი და შემომიდექი მე. რამე თუ რომელს საუნდეს სულისათვის ისა განრირებაი, წარიწმიდოს იგი. რომელმან წარიწმიდოს სულითვისი ჩემთვის, გინდა სახარებისათვის მან არ ცხოვნოს იგი. გოლგოთის ჯვარი ერთია ყველა ქრისტიანისათვის, მაგრამ თითოეულმა ქრისტიანმა საკუთარი ჯვარი უნდა იტვირთოს. ყველას აქვს საკუთარი გზა გასავლელი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც უფალს მიყვება ვიწრო ბილიკით, მაღალ ხაზზე და ადის და ყურადღებას არ აქცევს, ხარს, ქვის სვენას, სხვადასხვა განსაცდელს უკან არ იყურება, ისე მიდის ხისკენ. ეს ღვთისმოშიშობის მოღვაწეთა ჯვარია. ხშირად არასწორად ესმით თუ რას ნიშნავს ჯვრის ტარება და საკუთარი გადაწყვეტილების შედეგად წარმოქმნის სირთულესა და პრობლემებს უწოდებენ ჯვარს. ვინც ცხოვრებაში გარტყულ წარმატებას მიაღწევა ზრუნვით, წვალებით, შრომით, პრობლემებით და ასე შემდეგ, ან პირიქით უკიდურესი გაჭირვება, ავადმყოფობა, ტანჯვა, ეს არ არის ჯვარი, რომელზეც ქრისტე მოგვიწოდებს. ჯვარი არის ღვთის გეგმა კონკრეტული ადამიანისათვის, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ამ ადამიანის ცხოვრებისეული გეგმებისაგან. თუ ადამიანი დაემორჩილება ღვთის ნებას და მიყვება ღვთის მიერ მისთვის მომზადებულ გზას, ამ შემთხვევაში ნებაყოფლობით იღებს ჯვარს და ცხოვრების გზას სიყვარულითა და ღვთისამი ერთგულებით გადის. ვისაც ქრისტეს გამო შეუძლია უარი თქვა საკუთარ სურვილებსა და სიამოვნებებზე, ვისაც შეუძლია თამდაბლად გაუძლოს ყველა სირთულესა და განსაცდელს, სიკვდილამდეც კი, ხოლო მათ შეიძლება ეწოდოს ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები. მას ხო არ მაგორგოთა მეიტვირთა ჯვარი თავის სიტყვებით საკუთარი ცხოვრებით დაადასტურა უფრო მეტიც. შეეძლო ამ ტანჯვის თავიდან აცილება, თუმცა მან არ მიატოვა თავისი ჯვარი. ამდაბლად აიტანა საკუთარი ხალხისათვის უარყოფა, რომელი ჯარისკაცები დაცლინა, ხურთხება და წამება. შემდეგ კი თავისი ჯვარი გოლგოთაზე აიტანა. ქრისტეს მიმდევრობა ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფას და მისდამი ერთგულების აღქმას ჩვენი არსების სიღრმიდან. თავის უარყოფა ნიშნავს უარყო ხორციელი ვნებანი. გალატა ეპისტოლეში კითხულობს სულიერად იარეთ და ნოცდილობთ აღასრულოთ ხორცის სული, რადგან ხორცს სულით საპირეპიროთ, სულს კი ხორცის საპირისპიროთ. ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულონ ის, რაც გსურთ. ხორცის საქმენი აშკარაა. ეს არის სიძვა, ურწმუნოება, ავირახსნილობა, ერთსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშილობა, მწვალებლობა, სიძულინი, ყოლელობა, მემთვრალეობა, ხორმოცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გვეტყვით, რომ ამის მოქმედი ვერ დაიმკვიდრებთ ღვთის სასუფეველს. მაგრამ თუ მიიღებთ ქრისტეს, შეინანებ და დაიწყებს სულიერ ცხოვრებას, ჩვენში იშვება სულიწმიდის ნაყოფი, სიყვარულისა, სიხარულისა, მორჩილებისა, მშვიდობისა, დიდსულოვნებისა, სიტყვებისა, სიკეთისა, წმენისა, თვინიერება, თავშეკავება. დავიხსენოთ რა უთხრა იესო ქრისტემ ნიკოდიმოს. ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც არ დაიბადება ხელახლა ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. ქრისტიანები უხილავი ბრძოლის მეომრები არიან, ხოლო მათი ხედათავარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ანგელოზთა წმინდათა და უთვალავი დასით არ შემორტყმული. ბრძოლის ველი ჩვენი გულია შინაგანი ადამიანი, რო ბრძოლისა მთელი ჩვენი სიცოცხლე. რატომ მოგვეთხოვება ასეთი თვითგანწირვა? იმიტომ რომ ამის გარეშე ქრისტიანობა შეუძლებელია. ადამიანი უძულრი ხდება გაყვეს მაცხოვას. აღიღე ჯარი და შემომიდექი უფალი მოგვიწოდეს ერთგულებისა და სრული მორჩილებისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯვრის ტარება მძიმე და ყოვლის მომცველი ის არ ანგურებს და არ იტყუნავს ადამიანს. პირიქით, სულიწმინდა აღადგენს ჩვენში ღვთის ხატებას, როდესაც ჩვენ ვიზდებით ქრისტეს გავსებაში და უფრო სრულად ხდებით ის ვისთვის შექმნილი ვართ. როგორც ჯალდადებულს და თავად
უნდა ეზიდა ჯვარი ჯავრის აღსრულების ადგილამდე, ასევე ჩვენც უნდა ვზიდოთ ჩვენი ჯვარი მთელი ცხოვრების მანძილზე და სიცოცხლის ბოლომდე. ქრისტეს ჯვარი შეადგენს მის ტანჯვას. გამოსათა მოგტინება დაითმინა რა უცოდველმა ყოველივე ჩვენთვის, მას აღსრული უფლება მოითხოვს, რათა თითოეულმა ჩვენთაგანმა დაითმინოს ყოველი საკუთარი სულის გადასარჩენად. მაგრამ რომ არ შეუმურსოს ამ ბრძოლათა სიმძიმემ, რომლის ქვეშ თავად იმყოფებოდა მოუძლურებული, იგი არ კიდევ ჩვენ თავის უმძიმე ჯვარს ჩვენთან ერთად გადის ამ გზას და არ გტოვებს მასთან. ჩვენი საქმე არის თავად განსაზღვროთ თავს კუთვნილი ჯვარი, ჩვენი ვალია შევძლოთ მივიღოთ ის, რასაც უფალი განგვიმზადებს. მას ხორმა როდი აირჩი არ მრავლებია თავისთვის ტანჯვა, არამედ მიიღო ის, რა დაუდგინა მამამ, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკვე თუ შესაძლებელი არს თავისა წარხედი ჩემგან სასუმელი ესეო. ხოლო არავითარცა მემენებავს, არამედ ვიცარცა შეგნებს. რა სიმწარეს და რა სიმძიმეს შეიცვალა თავის თავში ეს საიდუმლო სასმის, რომელსაც მას ზეციური მამა აწვდიდა. ბოლომდე იტვირთა ჯვარი, უცოდველმა ცოდვილი კაცობრიობის გამოსახსნელად, ვიდრე არ წამოსვა აღსრულდა. ეს არის ყოველი ქრისტიანის მისია, შევასრულოთ ზეციური მამის ნება. უფალი ბრძანებს, ჭეშმარიტად გეუბნებით შენ, ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. ქრისტეს მიერ საყვარლო ავირჩიოთ ღვთის მოსაობით ცხოვრება. შეუდგეს ქრისტეს ავიღოთ კუთვნილი ჯვარი და შევასრულოთ ნება ღვთისა, რათა განვიძვარცოთ ცოდვილი კაცი და გავხდეთ მსგავსი ღვთისა, როგორიც შექმნა თავდაპირველად ღმერთმა. უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალეთ ჩვენ ცოდვილი და შეგვეწია ვიტვირთოთ ჯვარი სადედებელად ღვთისა და მამისა. ამინ. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის, ღმერთმა გაგლოცოთ და გაგვაძლიეროს. ამინ.